ესე იგი, ახლა მოგიყვებით რა ხდება? 25 წლის წინ. 25 წლის წინ. ახლა ხო 2025. 2000 წელში. დავწერე ეს წერილი და გავაგზავნე ჩემ შვილთან. მეც არ მახსოვს რა წერია. გამოდაწვიკითხოთ. თქვა ეგრე გამოდის, რომ თქვენთვის არის. ნახე ესა. აი ნახე, მახსოვს რომ ცუდად დავაწებე წებოს მოძრა თავი და მაშინ ვფიქრობდი რომ დამექცა რა ეს წებო ისეთი იყო რაღაცნაირი და თხევადი იყო რა. ოხო და დამექცა და დაწებდა ცუდად და ფიქრობდი რომ აურა ცუდია თქო. მე როგორ გახსნის ჩემი შვილი თქო და მართლა ცუდად არ დაწებდა. და ეხლა ვნახოთ აბა როგორმე ისე უნდა ვქნა რომ თვითონ ნაწერი არ დავაზიანოთ და ერთი აბა რა მოგწერეთ ძალიან ამა დაიწყე. ჩემო პატარა. სწორ კითხავ. აუს? ასე ვერ კითხულო. ჩემო პატარა, ახლა 10 წლის ვარ. შენ რომ დაახლოებით ჩემ ხელა იქნები, მიიღებ ამ წერილს. გილოცავ ახალ 2025 წელს. მე ყველაფრის გაკეთება მიყვარს, ძალიან კარგი ბავშვი ვარ. მინდა ჩემნაირი იყო. შეყვარებული ვარ, შენ რომ ჩემ ხელა იქნები, ნეტა თუ გეყოლება შეყვარებული. ეს ჩემს. მე ხაიცი. უშინ დედა შენმა შტეპსელში თითები შეყო. ზაბოა გასინჯა, ბუჩქივით ადგას თმები. ანუ მე შევყავი შტეპსელში თითები. დარა. და თმები მქონდა ბუჩქივით. ბაბუა შენი პორტუგალიაშია. გაზაფხულისთვის შეიძლება მეც დავახვიო და იბლატავე დედაჩემი. პორტუგალია ამყოფიო. ახლა შენთან ქალაქში ჩაი მიცივდება და ვერც მივხვდი. ჩემმა ზაზუნამ შენამდე ფეხები თუ არ გაფშიკა გაჩვენებ. რა? ანუ მაშინ მყავდა ზაზუნა და თუ თქვენამდე არ მოკვდა გაჩვენებ თქო. თუ არა და ახალი ბებოს შეაწერე.